თბილისის სასულიერო აკადემიის თეოლოგიის მიმართულების სამაგისტრო პროგრამის შესახებ ვისაუბრებთ. თემაზე სასაუბროთ ჩემო გვერდიდან თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანი, დეკანოზი იოანე კვანჭიანი და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი გიორგი თოდუა. მოგესალმებით, დაგლოცეთ მამა იოანე, მოგესალმებით ბატონო გიორგი. დაგლოცოთ ღმერთმა. მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ჩვენ დასაწყისში, გადაცემის დასაწყისში თქვით რომ დაიწყო დღეს ეროვნული გამოცდები და წარმატება უსურვეთ აბიტურიენტებს და ვიცით რომ სწორედ ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის ჩაბარების შემდგომ ხდებიან თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები, თუმცა აკადემიის შემთხვევაში ცოტა სხვანაირად არის. ამას უკვე თქვენგან შევიტყობთ და შემდგომ არის შიდა გამოცდებიც. მამა იოანე, პირველ რიგში რომ აგვიხსნათ თბილისის სასულიერო აკადემია რას წარმოადგენს, რა არის ამ ფაკულტეტის დანიშნულება. ჩვენ თქვით რომ ეს არის თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა და ჩარიცხვა როგორ ხდება, თუ შეიძლება რომ გითხრათ. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს ძვირფას მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის და მადლობა თქვენს ტელევიზიას, რომ გვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ჩვენი აკადემიის შესახებ აქ გავაჟღეროთ ინფორმაცია. რაც წარმოადგენს დღეს თბილისის სასულიერო აკადემია, ამაზე რომ ვისაუბროთ, ჩვენ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ისტორია, მცირედ ისტორია იმის შესახებ, თუ საიდან მოდის საერთოდ სასულიერო აკადემია. ვიცით რომ ჩვენმა განსვენებულმა ყოველთვის საყვარელმა უწმენდესმა პატრიარქმა ელია მეორემ დაარსა 1988 წელს და როგორი ვითარება იყო მაშინ. ესე იგი უწმენდესმა მოიწია უნივერსიტეტიდან ფილოლოგები, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები და აი ეს პროფესორები, ვინც აი ახლოს იყო ჰუმანიტარი პროფესორები, ვინც ახლოს იყო დაუშვათ ღვთისმეტყველები არ გვყავდა. იყო რამდენიმე დოქტორი საქართველოში, ერთ-ერთი უწმინდესი თვითონ გახლდათ, თეოლოგიის დოქტორი, მაგრამ მათ საზღვარგარეთ ჰქონდათ დაცული სადისერტაციო ნაშრომები და საქართველოში ეს ამის საშუალება არ იყო სამწუხაროდ. აი ეს რატო ვიხსენებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ შემდგომში უკვე დღევანდელი რექტორის პერიოდში, პროტოპრესვიტერი ზვიადეძის რექტორობის პერიოდში ჩამოყალიბდა, რა თქმა უნდა, პატრიარქის ხელშეწყობით და მთელი ჩვენი წმინდა სინოდის ხელშეწყობით, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბდა და სადისერტაციო საბჭო. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საქართველოში აქვე თვითონვე შეგვიძლია სამეცნიერო ნაშრომი დაამუშავოს ადამიანმა და დაიცვას და გახდეს თეოლოგიის დოქტორი და ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე დოქტორი, ვინც საქართველოში უკვე ჩვენს აკადემიაში დაიცვა სამეცნიერო ხარისხი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც უკვე თეოლოგიის მიმართულებით პირდაპირ გვყავს ჩვენ ის ადამიანები, ვისაც შეუძლია პროფესიონალურად გადასცეს სტუდენტებს ის საგანი, რა საგანიც მას ეხება. აი ეს არის დღევანდელი თბილისის სასულიერო აკადემია. როგორც ყველა სასწავლებელში ჩვენთანაც არის სამსაფეხურიანი სწავლება, არის ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა და მე როგორც მაგისტრატურის ხელმძღვანელი შემიძლია გესაუბროთ მაგისტრატურაზე. აი რას წარმოადგენს მაგისტრატურა, რა პროგრამა არის, თქვათ როგორია პროგრამა და რა საგნები ისწავლებენ? სწავლობენ ძირითადად წმინდა წერილს და მის შემსწავლელ საგნებს. ესერი არის დოგმატური ღვთისმეტყველება, პატროლოგია, ეკლესიის ისტორია, ლიტურგიკა, ბიზანტოლოგია და ეს ძირითადად ეს საგნებია, საეკლესიო სამართალი, რა თქმა უნდა, მაგრამ გაძლიერებული სწავლება მიდის ჩვენთან, როგორც ძველი ქართული ენის, ასევე ძველი ბერძნულის, რადგან ძველი ქართულის და ძველი ბერძნულის ცოდნის გარეშე შეუძლებელია რომ ადამიანი თეოლოგად ჩამოყალიბდეს და აი ძირითადად ეს საგნებია, რასაც ვასწავლით ჩვენ და აქვე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ სწავლა საქართველოს თბილისის სასულიერო აკადემიის ენერში არის უფასო, ამ შემთხვევაში აკადემიას ვსაუბრობთ. უფასო ნიშნავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ზრუნავს და აფინანსებს ამას, ასევე არის საერთო საცხოვრებელი უფასოა კვება და რატო გამომახვილა ყურადღება უდიდესი მნიშვნელობაა გარემოს. ზოგადად, საათ რა გარემოში იღებ განათლებას, როგორია დამოკიდებულება. აი ამაზე გამომახვილოთ ბატონო გიორგი ყურადღება, როგორი გარემოა თბილისის სასულიერო სემინარი აკადემიაში, რამდენად ზრუნველობით გარდა იმ მაღალი აკადემიის ესე იგი ცოდნისა და პროფესორ-მასწავლებლებისა, როგორია გარემო, რა ხდება სტუდენტს, რომელიც მოდის სასულიერო სემინარი აკადემიაში? მოგახსენებთ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. პირველ ყოვლისა უნდა აღნიშნო, რომ ვინც ჩააბარებს სასულიერო აკადემიაში, ის საკუთარ თავს როგორც სტუდენტი არ იგრძნობს მარტო. თავისთავად ცხადია, აბიტურიენტი აბარებს გარკვეული მიზნით, პირველ ყოვლისა თეოლოგიის
დაუფლებისა, ანუ ამ მეცნიერებას რომ შეძლებს დაგვარად გაეცნოს და დაეუფლოს და საღვთისმეტყველო დისციპლინებს ამავდროულად. მაგრამ ჩვენთან რა მაქვს ხედულობაში, როდესაც ვამბობთ, რომ სტუდენტი არ არის მარტო. მას აქვს მაქსიმალური ხელშეწყობა საიმისოდ, რომ ისწავლოს და მიიღოს ის, რაც ჰქონდა გამიზნული, სანამ ჩააბარებდა აქ. პირველ ყოვლისა, მის გვერდით არის, რა თქმა უნდა, პედაგოგი, ანუ ლექტორი, პროფესორ-მასწავლებელი, ვინც უშუალოდ აკვირდება მას თუ როგორ სწავლობს და როგორ მუშაობს. გარდა ამისა, მის გვერდით არის დეკანი, დეკანატი, კათედრა და ზოგადად ადმინისტრაცია. დიახ. ბატონო გიორგი, თქვენ წმინდა წერილის ახალი აღთქმის პედაგოგი ბრძანდებით და ამ კუთხით რომ გავამახვილოთ ყურადღება, მამა ივანემ აღნიშნა, რომ აქცენტი სწორედ წმინდა წერილის სწავლებაზე კეთდება და როგორ ისწავლება, რა მეთოდით თქვათ. ვიცით რომ აკადემია სემინარია მუდმივ განვითარებაზე, განახლებაზე ორიენტირებული. წმინდა წერილი არის ის, რაც არ იცვლება თქვათ დროსთან ერთად, მაგრამ ალბათ რაღაცა მეთოდის სწავლების მიწოდების შეიძლება შეიცვალოს. რა თქმა უნდა, გასაგებია წმინდა წერილი მოგეხსენებათ საკმაოდ მოგითხრათ ღირებული ეს ამ სიტყვის გამოყენება ცოტა ისეთია, რა თქმა უნდა ღირებულია, სხვა სიტყვას უპირატესი დიახ, წიგთა წიგნი ვერ პოულობს სხვა სიტყვას თითქოს და 2 წელიწად ნახევარში, ანუ სამაგისტრო პროგრამას გულისხმობ, წმინდა წერილის შესწავლა როგორც ასეთი შეუძლებელია, მაგრამ სასულიერო აკადემია აკეთებს მაქსიმუმს, მაქსიმალურ სამხედრო დამიმართულებით, მოგახსენებთ თანდათანობით, ანუ მოკლედ, რა თქმა უნდა, კერძოდ, სტუდენტები პირველ ყოვლისა ეცნობიან წმინდა წერილის ტექსტს, იყენებენ რა წმინდა წერილი ძველ ქართულ თარგმანებს. ეს როგორც ძველი აღთქმის ნაწილში, ასევე ახალი აღთქმისა. გარდა ამისა, თითქმის 1 წლის განმავლობაში ისწავლება ასეთი საგანი, მიკითხება ასეთი საგანი, წმინდა წერილის შესავალი, რომელიც ეხება წმინდა წერილის იმავე ბიბლიის, ანუ ბიბლიის შექმნის ისტორიას, ბიბლიის ძველ თარგმან რედაქციებს, ასევე ბიბლიის ძველ ქართულ ვერსიებსაც, თარგმან რედაქციებს გულისხმობ. გარდა ამისა, სტუდენტი პირველივე კურსიდან სწავლობს ეკლესიის ეგზეგეტ მამათა შრომებს, ანუ ეცნობა ამ შრომებს და ეს ყოველივე რა თქმა უნდა, თუ რომელ მამას გაეცნოს თავდაპირველად და როგორ ეს განსაზღვრულია სილაბუსში იმავე სასწავლო გეგმაში, რომელსაც ადგენს პედაგოგი, ამ შემთხვევაში წმინდა წერილისა, ან ძველი აღთქმისა, ან ახალი აღთქმისა და ამ სილაბუსის მეშვეობით, ანუ ამ სილაბუსით ხელმძღვანელობს სტუდენტიც. სილაბუსში გაწერილი ეს ყოველივე, ცხადია, შედეგზე გახლავთ გათვლილი ის, რაც ამ სასწავლო გეგმაში არის შესული, სტუდენტმა იცის, თავიდანვე იცის, ესე იგი, თუ რომელ მონაკვეთს უნდა გაეცნოს, თუნდაც პირველ კურსზე ეს ძველი აღთქმის ნაწილი იქნება წმინდა წერილისა თუ ახალი აღთქმისა, შესაბამისად, რა სახის ლიტერატურა უნდა გამოიყენოს, აი როგორც მამა ივანემ აღნიშნა, უკვე მეორე კურსის სტუდენტს შეუძლია სახარება წაიკითხოს ძველ ბერძნულ ენაზეც, ანუ ორიგინალშიც, ყოველ შემთხვევაში ჩვენი მიზანი ეს არის და ახერხებენ კიდეც ამას, რამდენადაც ძველი ბერძნული ენის ცოდნაც, როგორც მამა ივანემ აღნიშნა, ძველ ქართულ ენასთან ერთად არის ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირო და აუცილებელი მისთვის, ვისაც უნდა რომ ესე იგი გაეცნოს წმინდა წერილს, არა მხოლოდ ორიგინალში, ეს ცოტა ძნელია, რა თქმა უნდა, არამედ ძველ ქართულ თარგმანების სახით, რაც არის მოქცეული. არა მხოლოდ ძველი ქართულ თარგმანებისა უნდა აღნიშნოს, თანამედროვე ქართულადაც ითარგმნა წმინდა წერილი, ჯერ კიდევ წლების წინ, ანუ ძველი აღთქმის წიგნებს გულისხმობ და ახალი აღთქმის წიგნების რამდენიმე თარგმანის გვაქვს. სტუდენტებს ჩვენ არ ვუგზავნოთ პირიქით, ისინი იყენებენ თანამედროვე თარგმანებსაც, რაც მათ ეხმარებათ ტექსტის უკეთ გაგებასა და გააზრებაში. დიახ, მამა ივანე, აღნიშნა ელისაბედმა, რადგან დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომ ეს საერთო გამოცდები დაჭირდებათ, კიდევ რა არის საჭირო, რა ჭირდება აბიტურიენტს და ასევე რადგან აქ თეოლოგია ისწავლება, ძალიან ბევრი აბარებს შემდგომში სასულიერო პირად გახდომის სურვილით, ჭირდება თუ რომ მოძღვრის რეკომენდაცია კურთხევა, აი დეტალებით რო ვთქვათ, რა ჭირდებათ მათ, ვინც გადაწყვეტს რომ აკადემიაში ჩააბაროს. პირველ რიგში მინდა ყველა აბიტურიენტს წარმატებები უსურვო, მეც ჩვენი ნათესავებიც დღეს წავიდნენ ჩასაბარებლად და მე იმედი მაქვს, რომ ისინი წარმატებით დაასრულებენ მისაღებ გამოცდებს.
ჩვენ შემთხვევაში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შემთხვევაში თეოლოგიის იმ ნაწილს, სადაც მე ვხებ მძღვანელობ მაგისტრატურაში, ჩვენ ეროვნული გამოცდები არ გჭირდება. გჭირდებათ მარტო იმათ, ვინც ბაკალავრიატში აბარებს, ანუ სემინარიაში, ფსიქოლოგიისა და თუნდაც ხელოვნებათმცოდნეობის. ასევე თეოლოგიის მიმართულებითაც. თეოლოგიის მიმართულებითაც რა თქმა უნდა, ოღონდ ვინც პირველ საფეხურზე აბარებს. რაც შეეხება მაგისტრატურას, ჩვენთან არ სჭირდებათ ეროვნული გამოცდები, ჩვენთან სჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ ნებისმიერი საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი, ბაკალავრის პირველი საფეხურის და რა თქმა უნდა ჩვენი სემინარია დამთავრებულებიც აბარებენ ჩვენთან აკადემიაში, ასევე გარედან მოსულები, ვისაც უმაღლესი განათლება უკვე გააჩნია, მაგრამ აუცილებლად სჭირდებათ მოძღვრის რეკომენდაცია, იმიტომ რომ მოძღვარი ეს ქრისტიანობა ისეთი სარწმუნოებაა, რომ მოძღვრის გარეშე ქრისტიანობა წარმომიდგენია და მოძღვარი აგებს პასუხს იმ ადამიანზე, ვინც მოდის ჩვენთან სასწავლებლად და ჩვენთან ძირითადად მაინც თბილისის თბილისში მცხოვრები ადამიანები არ ვაბარებენ, მაგრამ ვინც რეგიონებიდან ჩამოდის, მათთვის ჩვენ გვაქვს პანსიონი, სადაც ისინი ცხოვრობენ, რა თქმა უნდა, უფასოდ, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ ეს ყველაფერი. ყვებაც, რა თქმა უნდა, სამჯერადი ყვება შედის ამაში. ყავს მოძღვრები, შტატიანი მოძღვრები, რომლებიც ყოველდღიურად, მუდმივად კომუნიკაციაში არიან სტუდენტებთან და ნებისმიერი მათი განსაცდელი აუცილებლად გულთან ახლოს მეტყვარია. რა თქმა უნდა, და ძალიან გამოცდილი მოძღვრები ყავს, სვეტიცხოვლის წინამძღვრის მოადგილე მამა სერაფიმ, არქიმანდრიტი სერაფიმ მეჭედია და ყველასთვის საყვარელი მამა შალვა კეკელია, ეს ორი მოძღვარი, რომლებიც მუდმივ კომუნიკაციაში არიან სტუდენტებთან და გათავისებულია ნებისმიერი მათი პრობლემა. საბაკალავრო დასრულების შემდეგ ბევრი აგრძელებს ხოლმე მაგისტრატურაში? ანუ მე გულისხმობ უშუალოდ სემინარიის კურსდამთავრებულს, რომელიც შემდგომ უკვე აკადემიაში აგრძელებს სწავლას. რა თქმა უნდა და მათთვის რა თქმა უნდა უფრო ადვილია მაგისტრატურაში სწავლა, იმიტომ რომ მათ უკვე ეს საგნები გაუვლიათ, მაგრამ მაგისტრატურა უკვე უფრო მაღალი დონეა, უფრო მეცნიერულად ასწავლის უკვე სტუდენტებს. დიახ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აი წლიდან წლამდე ახსენეთ ჩვენ ახლანდელი რექტორი პროფესორი გიორგი ზვიადაძე, რომელიც განსაკუთრებით ძინავს მისი უწმინდესობის და ახალი პატრიარქი ლოცვა კურთხევით სინოდის მხარდაჭერით, რომ ძალიან განვითარდეს მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე. რა მიესიახლებია საერთაშორისო კუთხით აკადემიაში? ჩვენ გვაქვს ურთიერთობა სხვადასხვა სასწავლებლებთან, საზღვარგარეთის სასწავლებლებთან, ეს იქნება ბერძნული სასწავლებლები, რუსული, რუმინული, შვეიცარიაში გვაქვს, პოლონეთში და ასე შემდეგ და აი ახლაც სამი სტუდენტი მოამზადეთ ჩვენ იმისთვის, რომ თესალონიკში წავლენ ალბათ ერთ სემესტრით გაივლიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ეს გაცვლითი პროგრამაა, რაღაცა ახალ რა თქმა უნდა. დიახ, და ასევე სამეცნიერო კვლევებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს თავად რექტორი და ზოგადად აკადემიის სემინარიაში სამეცნიერო მუშაობას უდიდესი ყურადღება ექცევა. კონფერენციებში მონაწილეობის საშუალება თუ აქვთ სტუდენტებს და ვიცით რომ აი ტრადიციად არის ქცეული საგაზაფხულო სტუდენტური კონფერენციები, ამას ჩვენ ვაშუქებთ ხოლმე გვისაუბრია ამაზე და ასევე საერთაშორისო კონფერენციებშიც თუ იღებენ, ანუ არა ჩვენთან, თქვათ თბილისის სასულიერო აკადემიის სემინარიის მიერ ორგანიზებულში, არამედ თქვათ უცხოეთშიც. რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით რომ ჩვენი რექტორი თავად არის მაგალითი მოწესრიგებულობის და სწავლის განვითარებაზე. მე უკვე არ ვიცი რამდენი სახეობის დოქტორია მამა გიორგი, მე მგონი მეოთხეზე მუშაობს ახლა ერთმა წარმატებები მისცეს მას და ამასთან დაკავშირებით ესე იგი რა მინდა გითხრათ რომ ჩვენი მეცნიერები დადიან საზღვარგარეთ სამეცნიერო კონფერენციებზე რა თქმა უნდა ჩვენთანაც ჩამოდიან და ეს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უფრო კარგად ასამოქმედებელია, მაგრამ ჩვენ უკვე ამაში ვართ ამ სისტემაში და ეს რა თქმა უნდა განვითარდება და დინამიკა იგრძნობა. და ასევე სტუდენტური ცხოვრებაც აქტიური არის, ექსკურსიები და ასე შემდეგ. თქვენ რას დაამატებთ მამა იოანე და შევაჯამოთ დავსრულოთ. აი ორივესთან გვექნება ეს კითხვა, აი ბოლოსკენ მამა იოანე და ბატონ გიორგი თქვენ ვთქვათ, აი რატომ უნდა ჩააბარო სტუდენტმა რატომ უნდა დაინტერესდეს სასულიერო აკადემიით? აი ამაზე რო თქვათ ორი სიტყვით. ჯერ ერთი სულ იმას ვამბობ, რომ ადამიანის ცხოვრების თავი დანიშნულება არის ადამიანის სულის ცხონება. დიახ. სულის ცხონება თუ გინდა ადამიანს, ეს აუცილებლად უნდა ისწავლო, როგორ უნდა გააკეთო ეს. ქრისტიანობა არის წიგნიერი რელიგია.
თუ გინდა რომ ეს მთავარი საგანი, რასაც სულისწონება ქვია, ადამიანმა კარგად ისწავლო, აუცილებლად უნდა ჩააბარო თბილისის სასულიერო სემინარიაში და აკადემიაში. სხვა გზა არ არსებობს, ხო? თუ კარგად გინდა რომ ეს შეისწავლო. ეს ერთი, მეორე, ისეთი ზრუნვა სტუდენტებზე, როგორიც თბილისის სასულიერო სემინარიის აკადემიაშია, მე არ ვფიქრობ, მე არავის შეურაცხყოფას რა თქმა უნდა არ ვაყენებ, მაგრამ ისეთი უშუალო ურთიერთობა სტუდენტებთან, როგორც ჩვენთან არის, ეს მე ვფიქრობ, რომ და ასეც უნდა იყოს, რომ სასულიერო სასწავლებელში ეს ცხადია, რომ უნდა იყოს. ეს არის ეკლესიის ზრუნვა პირველ რა რიგში. თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ბატონო, თქვენ რას ვერჩიოთ, მათ ვინც ფიქრობს და შეიძლება გადააწყვეტინოთ თქვენ და რატომ შეიძლება რომ მოვიდნენ და ჩააბარონ სასულიერო სემინარი აკადემიაში. სავსების ვეთანხმები აბსოლუტურად სრულად ვეთანხმები მამა იონეს, რაც აღნიშნა როგორც ბრძანა, მაგრამ რაღაც გამომრჩა მე თქვა წინათ და დავამატებ თუ შეიძლება. პირველ ყოვლისა მინდა აღნიშნო დამხმარე ლიტერატურა, ანუ საღვთისმეტყველო ლიტერატურა, რომელსაც იყენებს სტუდენტი, მაგისტრანტი. ლიტერატურა, აი რაც დრო გადის, რაც წლები გადის, ამ მხრივ ქართულ ენობას გულისხმობ მით უფრო იზრდება. აი ჩვენ სასწავლებელში არსებულმა გამომცემლობამ დაბეჭდა, ანუ გამოსცა რამდენიმე წიგნად, რამდენიმე ტომად ჰომილეტიკური კრებულები. ჰომილია მოიხსენებათ ქადაგებას აღნიშნავს და შესაბამისად ეს ყოველივე არის საჭირო და აუცილებელი პირველ ყოვლისა მაგისტრატურის სტუდენტისათვის, რამდენადაც მაგისტრატურაში ცალკე საგნადაც ისწავლება ჰომილეტიკა და ჰომილეტიკის თეორიულ ნაწილში, ესე იგი, წარმოჩენილია ზოგადად ჰომილიის სულიერი მნიშვნელობა, სულიერი დატვირთვა როგორც საღვთო ლიტურგიის ერთ-ერთი ნაწილისა, ხოლო პრაქტიკული ნაწილი განისაზღვრება ძველ ქართულ მრავალთავებში, ასე ვთქვათ, დაცული ჰომილების დამუშავებით. ანუ სტუდენტი ვალდებულია, რომ ეს ყოველივე წაიკითხოს, დაამუშავოს და ცხადია ამ ყველაფერში მას პედაგოგი, ამ შემთხვევაში ლექტორი უნდა დაეხმაროს. გარდა ამისა, სტუდენტს, ანუ მაგისტრანტს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს საღვთისმეტყველო კრებულებს, საკონფერენციო კრებულებს, ასევე ყოველწლიურად როგორც აქ აღინიშნა, ტარდება ჩვენ სასწავლებელში როგორც პედაგოგების, ასევე სტუდენტების სამეცნიერო სტუდენტთა კონფერენცია, ეს ყოველივე გამოიცემა შემდგომ წიგნებად და ესეც რა თქმა უნდა გახლავს საღვთისმეტყველო, ანუ თეოლოგიური ლიტერატურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ უსურვოთ წარმატება ყველა აბიტურიენტს. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანი, დეკანოზი იოანე კვანჭიანი და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი გიორგი თოდუღა საუბრობდნენ სტუდიაში.